გამარჯობათ მეგობრებო, მოგვიახლოვდა მატჩი საქართველო ავსტრია. ავსტრია ძალიან დასუსტდა, რადგან კარიერა დატოვა უმაგრესმა ფეხბურთელმა. დაიწყო საქართველო არ პირველ ადგილზე, მეორეზე უკრაინა, მესამეზე სლოვენია, მეოთხეზე ავსტრია. საქართველო კი გაძლიერდა, მაგრამ დღეს საქართველოს მაინც არ გვაქვს ძირითადი შემადგენლობა, ეს თეთრები თუ არ საქართველო, წითლები და ავსტრია. საქართველოს კარში კვიდგას ლორია, დაცვაში კვირკველია, კვეკვესკერი, ლოჩოშვილი, ნახევარდაცვაში წიტაიშვილი, აზაროვი, აზაროვი და კიტეიშვილი, დიახ. და ჩაკვეტაძე კიდე. შეტევაში კი ზივზივაძე და შენგელი. ამასობაში წიტაიშვილის შეტევა, ქოჩორაშვილი. დარტყმა დარისახოლ ქოჩორაშვილი 1-0. დაწყებისთანავე სად გავიტანეთ? ასე ძალიან შეუსუსტდა დაცვა ავსტრიელებს. მოვახერხეთ და გავიტანეთ ესეც ჩვენი 1-0. აბა. ქართველებო, არ გაგიტანოთ გოლი? კვირკველია. აუ, წითელი ბარათი. დაცვიდან ერთი ადამიანი ამოგვაკლდა და ახლა ცოტა გაგვიჭირდება, ამიტომ გოლებისგან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ფრთხილად. დაარტყეს კარში პირდაპირ და ლორია ყოჩა. ლორია მიცა ლობჟანიძე, ლობჟანიძე ყოფილა დაცვაში. ჩაკვეტაძე, ლობჟანიძე, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, კვეკვესკირი, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, ზივზივაძე. ქოჩორაშვილს მისცა ქოჩორაშვილის შეტევა კვეკვესკირს. გაუგდომა რა არა ჩაკვეტაძე. ჩაკვეტაძე, შენგელია, დარტყმა 2-0. 2-0 შენგელიამ. მოახერხა და გაიტანა და დაგვაწინაურა 2-0-ზე. ყოჩახ შენგე, ყოჩახ. აი, რა კარგი გოლი გაიტანა. 33 წუთზე უკვე 2-0-ია. ავსტრია რატო დაასუსტა მწვრთნელმა ასე? ეგ შეცდომა ამისი შემოგვიტეს და მაინც ერთი გოლი გაგვიტანეს, მაგრამ რაც მთავარია არ დავაწინაუროთ და 1-2 ცალი გოლი გაგვიტანოთ თვითონაც. ამ ხელაზე ნუ შევარცხვენთ ავსტრიას. რადგან იგი ძალიან ძლიერი ქვეყანა არის და აქ ლორიას შეეძლო აღება, მაგრამ ალბათ ძალით გაატალილა, რომ მთლად არ შეერცხვენა ავსტრია. ძალიან სწორადაც მოიქცა ლორია. ზივზივაძე, შენგელია, ჩაკვეტაძე, რამე უნდა მოიფიქროს. პასი უნდოდა, მაგრამ არა კიდე წაართვა. შენგელია, წიტაიშვილი. ლობჟანიძე ყოფილა დღეს კიდე. წიტაიშვილი, დარტყმა და 3-1. რა ამბავია ბიჭებო, კარგით. აღარ გვინა ამდენი გოლი ყოჩახ წიტაიშვილს. ეს რა იყო? 3-1. ამას შეხედეთ. გაათამაშეს ავსტრიელებმა. შენგელიას მივუვიდა. აბა 4-ით იმაზე თუ დავწინაურდებით. 1-ზე წიტაიშვილი. ჩაგდება შენგელია. ყოჩახ შენგელია და 4-1. ეს რა თამაში გვაქვს. ამნაირ უკეთეს პირველ ტაიმს ვერ ვინატრებთ უბრალოდ. რა ამბავია? რა იყო ეს? 4-1 43 წუთია ჯერ. რა იყოთ, რა გამწარად ქართველები.
ასე როგორ გაძლიერდით. მაგრამ მე მგონი ლორია და ეგენი რო ყავს მაგიტო ვართ ასე ძლიერები და ესენი ცოტა შესუსტდნენ. ძველ ძირითად შემადგენლობაში ვართ, ანუ ძველში შენგელია და კუთხური მოვიპოვეთ. ლობჟანიძე პირდაპირ კარში გაუშვა, მაგრამ შტანგიდან გადავიდა. გათამაშეს და ზივზივაძემ დაიჭირა, წართვეს. ჩაკვეტაძემ ვერ დააპრესინგა და გაგვიტანეს, მაგრამ არა უშავს 4-2-ია. 4-2 ორი ტაიმის ჯამში იყო უკრაინასთან. ახლა კი ავსტრიასთან ერთი ტაიმის ჯამშია. საქართველოს ძალიან მოუმატა, ძალიან. კარგი იყო, კარგი. და საქართველოს ეს თამაში არის მეოთხე რაუნდი. 4 რაუნდიდან 3 გვაქვს მოგებული. ერთი მოგებაც გვაკლია, რომ პირდაპირ დავქვეითდეთ, ანუ პირდაპირ ჯერ თამაშები, ანუ მეხუთე რაუნდს თუ მოვიგებთ. პენალტია ანუ თუ მოვიგებთ მეხუთე რაუნდსაც პირდაპირ დავქვეითდებით ახალ დივიზიონში ის ერთი მატჩი წავყოთ. მაგრამ მაინც გვათამაშებენ. იმიტომ და გოლი გაიტანა ამასობაში ზივზივაძემ 5-2 და მოკლედ რას ვიძახდი. იმიტომ გვათამაშებენ მე-6 რაუნდს, რომ ამის შემდეგ ავსტრიის შემდეგ არის 5 ივნისს საქართველო უკრაინა. ხო და უკრაინას თუ მოვუგებთ ჩავა მესამე ადგილზე და ანუ უკრაინასთან და სლოვენიასთან მატჩი უნდა გადაწყდეს მათი ბედიც, ანუ ჩვენთან თამაშით გადაწყდება. ბედი რო არ წყდებოდეს მათი, ჩვენ პირდაპირ გადაგვიყვანდნენ ამ გუნდიდან დივიზიონში და სხვა გუნდს ჩასვოდნენ, მაგრამ ჩვენით ჯდებოდა ეს ბედი და ამასობაში შემოვიდნენ მეორე ტაიმზე და წინა ტაიმში იყო 5-2. ყოჩა ქართველებს დააპრესინგა კვესკირი, კვარაცხელია შემოვიდა იმის მაგივრად შენგელიას. ზივზივაძე და 6-2. რამხელა ანგარიშით ვანადგურებთ ავსტრიას. მათ 5 გოლი უნდა გაგვიტანონ, რომ მოგვიგონ. შეუძლებელს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ საქართველო კარგად თუ თამაშებს დაცვაში შეუძლებელი იქნება, მაგრამ თუ თქვათ ხანდახან ამოვარდა წითელი ბარათები და ეკილი, ისე შეუძლებელიც არა, იმიტომ რომ 52 წუთია და ავსტრია იმ ხელადონის 5 ვარსკვლავიანი გუნდია და ისეთი უძლიერესია, რომ არ მგონია შეუძლებელი უწოდოთ და 7-2 ფუთუ ზივზივაძეს კიდევ ერთი გოლი. ახლა კი უკვე მათ 6 გოლი აქვთ გასატანი. ამასაც ვერ უწოდოთ შეუძლებელს ამ ხელადონის გუნდი, რომ ცოტა მთისუსტ. აი ავსტრიისგან ერთ ვარსკვლავ ნახევრით ვართ ჩამორჩენილი და არ მგონია მათ თუ შეუძლებელი იყოს, მაგრამ საქართველო მაინც ყველაფერი უნდა გააკეთოს. წამოვიდნენ და ლობჟანიძეს ლოჩოშვილის მიუვიდა ბოდი. აზაროვი კვარაცხელია, ხვიჩა კვარაცხელია. პასი ზივზივაძემდე არ გავიდა. რას იზავენ ავსტრიელები და წიტაიშვილმა წართვა დარტყმა და გადავიდა. 7-2 უდიდესი ანგარიშია. ძალიან სირცხვილი არის ავსტრიასთვის, უსირცხვილესი ამხელა დონის გუნდი, რომ ჩვენთან აგებს. ჩვენც არ ვართ დაბალი განვითარების, მაგრამ მათზე სუსტები კი ვართ. ზივზივაძე, კვესკირი, ქოჩორაშვილი, შტანგა, კიდე შტანგა. არა უშავს გოლი თუ არ იყო. ჩაკვეტაძე, კვარაცხელია აცილა. ავსტრიელები ცოტა გაძლიერდნენ, გაბრაზდნენ.
და ახლა ახალ დივიზიონში რომ მოვხვდებით, ასეთი სუსტი გუნდები აღარ შედარებით ძლიერი გუნდები გვეყოლება. ესეთი შეიძლება იყოს საფრანგეთი, ესპანეთი, ანდორა, კოსოვო, ნებისმიერი შეიძლება იყოს და კვარაცხელია და 8-2. მათ უკვე 7 გოლი აქვთ გაზატანი და ამას რა თქმა უნდა შეუძლებელს უკვე ვუწოდებთ, რადგან უკვე არის 72 წუთი. აი ახლა დაგანახებთ. დენილიქი გავიდა და სევთვერი. 92 წუთია, ეს უკვე მართლა შეუძლებელი იქნება. და კვარაცხელია წართვა, კვეკვესკირი, ზივზივაძე, კიდე გოლს გაიტანს ახლა ვიცი ზივზივაძე და 9-2. უკვე მართლა შეუძლებელი არის ავსტრიელებისთვის გოლის გატანა. ხო და რას ვისახდი? კიდე შეიძლება გუნდები იყოს პოლონეთი, ჩეხეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ან შეიძლება იყოს ყაზახეთი, თურქეთი და ასე შემდეგ რა. გავიდა ვიმერტი და შემოვიდა, ვერ დავინახე. ისა ზივზივაძე მიდით ნუ ახლა შეიძლება საქართველოს ვაჩვქოთ კიდე ერთი გოლი. არა, არ ჩუქნიან. და კვარაც 13 წუთი ძალიან ბევრს უმატებენ ეს ბოლო დრო და გოლს გაგვიტანენ, არა, ლორიამ მოხსნა ეს ბურთი. და შეცვლებია. მოიცადე ჩაკვატაძის მაგრად მამარდაშვილი რა. მამარდაშვილს გარეთ რა უნდა. ვილისანიოლს რაღაცა შეცდომა მოუვიდა, ესე არ შეიძლება. რა მოხდა? არა. არ შეიძლება ესე. მოიცადე. არ დაგვაჯარიმოს უეფა. რა უნდა მამარდაშვილს გარეთ მეკარეს. ეს რა ხდება? მოიცა ამასობაში გოლს ვიტანს და ზივზივაძე და 10-2. 10-2. სულ აქვთ მათ გადატანი 9 გოლი, 9 გოლს ისინი 10 წუთშივე ხარ გაიტანენ. იმიტომ რომ საქართველოს კაი დაწვყავს, მაგრამ ეს ვერ გამიგია მამარდაშვილს რა უნდა გარეთ. რა ხდება? ალბათ ვილისანიოლმა იფიქრა, რომ კარიერაში არც ერთი გოლი აქვს გატანილი და გავატანინებთ ხელო ამასობაში პაში გავიდა. 10-2 რა ამბავი არის. მამარდაშვილი ვცდილობს. გარეთ რა უნდა? კარში მაინც შეეცვალა და მამარდაშვილმა დააპრესინგა. დამთავრდა მატჩი ავსტრიელებისთვის საშინელი და ჩვენთვის საოცარი ანგარიშით 10-2. და ეხლა გაგაძნობთ სხვა მატჩების შედეგს. მოდით ეს სხვა მატჩის შედეგებია. მალტა მოიცა რო ვიმსჯელოთ ჩვენთან ერთად წესით უნდა მოხდეს უელსი, ნორვეგია და გერმანია ალბათ. და საქართველო პირველ ადგილზეა, უკრაინა მეორეზე, სლოვენია მესამეზე, ავსტრია მეოთხეზე და საქართველოს 4 თამაშიდან 3 აქვს მოგებული და სულ 17 გოლი აქვს ამ იმაში გატანილი.